ამერიკის შეერთებული შტატების ომის მინისტრმა პიტ ჰექსეტმა დღეს შოკში ჩააგდო როგორც მოკავშირეები, ასევე მოწინააღმდეგეები. აშშ-ს სურს, რომ უკრაინამ შეძლოს თავის დაცვა რუსებისგან და ისინი იპოვიან გზას, რათა უზრუნველყონ ყველაფრით, რაც სჭირდება. ამისთვის შეერთებულმა შტატებმა სასწრაფოდ გამოაცხადა საბრძოლო მასალისა და სამხედრო ტექნიკის წარმოების გაზრდის შესახებ. ასეთი განცხადებით ჰექსეტმა დღეს სინგაპურში უსაფრთხოების ფორუმზე შანგრილას დიალოგი გამოსვლისას ისაუბრა. და რაც თავარია, ეს განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც აშშ-შიც და რუსეთშიც აღიარეს, რომ უკრაინაში მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებები სრულად შეჩერებულია. უფრო მეტიც, პიტ ჰექსეტმა მოულოდნელად აღიარა, რომ შეერთებული შტატები უკრაინისგან სწავლობს უპილოტო აპარატებით ომის წარმოებას. ამასთან ჰექსეტმა განაცხადა, რომ ჩინეთი და რუსეთი მაინც ეხმარებოდნენ ირანელებს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ამერიკული ავიაციის წინააღმდეგ თავდასხმებში. ამიტომაც აშშ აზიაში მოკავშირეებს მოუწოდებს. მზადდებიან ჩინეთთან ომისთვის. მეტი ფული ჩადონ შეიარაღებაში, რათა მზად იყვნენ პეკინთან ღია ომისთვის. ამავდროულად ჩინეთმა მიანიშნა, რომ მისთვის მომგებიანია რუსეთმა გააგრძელოს ომი და გაანადგუროს საკუთარი სამოქალაქო ეკონომიკა. საერთოდ ამ ყველა ჩახლართულ თემას უფრო დეტალურად ამ გამოშვებაში განვიხილავთ. მე მქვია ალექსი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს არხი. დაალაიქეთ ეს გამოშვება, დაწევეთ ნებისმიერი კომენტარი ვიდეოს ქვეშ და გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pechi News. ფული არხზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. აშშ-ის ომის მინისტრი პიტ ჰექსეტი გაემგზავრა უსაფრთხოების ფორუმზე შანგრილას დიალოგი სინგაპურში, რათა ყველა ერთდროულად შოკში ჩაეგდო. როგორც მოკავშირეები, ისე მოწინააღმდეგეები. დავიწყებ იმით, რომ პენტაგონში მოულოდნელად განაცხადეს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უკრაინას ჰქონდეს ყველაფერი საჭირო თავის დასაცავად, რუსებისგან დასაცავად. აშშ-ში სურთ, რომ უკრაინამ შეძლოს თავის დაცვა და იპოვიან გზას ამის უზრუნველს საპოპად. განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა პიტ ჰექსეტმა ტელეკომპანია DRM News-ის ეთერში. კერძო ჟურნალისტმა მას შეახსენა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ წინადრეს პატრიოტის სისტემებისთვის რაკეტების მიწოდის მიწოდების გაზა დაითხოვა და კითხა, გააკეთებენ თუ არა ამას ამერიკის შეერთებული შტატები. რაზეც პიტ ჰექსეტმა უპასუხა, ციტატა. მოусმინეთ, ჩვენ ვცვლით ყველა ამ მნიშვნელოვანი ამუნიციისა და იარაღის წარმოების მეთოდს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი კომპანიები აწვიან არა უბრალოდ ცოტას, არამედ ბევრად მეტს, მთელ სპექტრში. სადაც შეგვიძლია უკრაინას დავეხმაროთ, ამას გავაკეთებთ. სადაც შეგვიძლია ევროპას მეტი შესაძლებლობა მივცეთ, ამას ვაძლევთ. და მე შთაგონებული ვარ ევროპული ერთგულებით ამ საქმის მიმართ. თუ გადავხედავთ თანხის ოდენობას, რომელიც დაიხარჯა, ევროპა გააქტიურდა, ხოლო უკრაინა ამ პროცესში არანაკლებ თუ არა უფრო ეფექტური იყო. ამიტომ გვინდა რომ მათ შეეძლოთ საკუთარი თავის დაცვა და ჩვენ ვიპოვით გზას, რომ ეს უზრუნველყოთ. ყველა ასეთი მნიშვნელოვანი საბრძოლო მასალის წარმოება, რათა დავწუნდეთ, რომ ჩვენი კომპანიები ყოველ წუთას კი არა, არამედ ბევრად მეც აწვდიან. ჩვენ ვცვლით სპექტრს და სადაც შეგვიძლია უკრაინას ვეხმარებით, სადაც შეგვიძლია ევროპას მეტი შესაძლებლობა მივცეთ, ამასაც ვაკეთებთ. მე გამამქნევა ევროპული ერთგულებამ. თუ გადახედავთ დახარჯული თანხის რაოდენობას, ევროპამ დიდი წვლილი შეიტანა და უკრაინა ამ პროცესში ისეთივე თუ არა უფრო ეფექტური იყო. ჩვენ გვინდა რომ მათ შეეძლოთ თავდაცვა და ჩვენ ვიპოვით გზას რომ ეს გავაკეთოთ. და ეს ყველაფერი არ არის. უფრო მეტიც, პიტ ჰექსეტი, რომელიც ადრე უკრაინის დახმარების წინააღმდეგი იყო, აცხადებდა, რომ უკრაინა ვერაფრით დაგვეხმარება, ამიტომ ჩვენც არ დავეხმარებით მას. დღეს მოულოდნელად აღნიშნა, რომ დრონების წარმოების კონტექსტში აშშ გააგრძელებს უკრაინის საბრძოლო გამოცდილებისგან სწავლას. თითქოს მთავარი არ არის დახვეწილი სისტემების შექმნა, არამედ უნარია სწრაფად გაზარდო მასშტაბები და მოარგო ისინი რეალობას კვირიდან კვირამდე. შემდეგ მოხავს მისი ციტატა. რეგულისმობ იმას, თუ რამდენად სწრაფად ადაპტირდება უპილოტო ტექნოლოგიები, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ორივე უნდა გავაკეთოთ, უნდა გქონდეს დახვეწილი სისტემები, რომლებიც ავტონომიის სფეროში აკეთებენ იმას, რაც მხოლოდ ამერიკას შეუძლია. მაგრამ ამავდროულად ეს ჩანაცვლებადი სისტემების კომპონენტიც, რომელიც ორივე მხარეს ესეთი ეფექტური იყო. მაგრამ უკრაინისგან იმდენი ვისწავლეთ იმაზე, თუ როგორ მოქმედებენ ისინი, მათ შორის იგულისხმება FPV-ებიც, და კონკრეტული ძალიან მნიშვნელოვანია. საქმე იმაშია, რომ სულ ერთი კვირის წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკ რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ში ფაქტობრივად გამოვიდა მოლაპარაკებები და რუსეთის ომის დასრულებასთან დაკავშირებით უკრაინის წინააღმდეგ. ხოლო გუშინ 29 მაისს ვლადიმირ პუტინმა აღიარა, რომ დიახ, მართლაც ყველა მოლაპარაკება შეჩერებულია. ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს, რომ ყველა მხარემ გადაწყვიტა საბრძოლო მოქმედებების გაგრძელება.
და აქ რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ Pete Hegseth's სიტყვები უბრალოდ ცარიელი ლაპარაკი არ იყოს. მაგრამ აქ საინტერესოა ის, რომ Hegsethმა გააფართოვა ASHS-ის მეომრული რიტორიკა. და უკრაინის გაძლიერება მხოლოდ გლობალური პროგრამის ნაწილია, ასე ვიტყოდ. თეთრ სახლში ეჭვი შეიტანეს, ეს დიპლომატიური ფორმულირება, მაქსიმალურად ფრთხილი, იეჭვეს, რომ ჩინეთი მაინც ეხმარებოდა ირანს ომში. და არა მხოლოდ ეხმარებოდა, არამედ კონკრეტული შემთხვევებიც იყო. NBC News წერს, რომ ამერიკელი გაუნძიებლები ამოწმებენ ვერსიას, რომ ირანს შეიძლებოდა ჩინური შეიარაღება გამოეყენებინა. ASHS-ის კონკრეტული გამანადგურებლის F-15 Strike Eagle-ის ჩამოგდებისთვის საბრძოლო მოქმედებების დროს ირანში. ასევე პეკინს შეეძლო თეირანისთვის თვითმფრინავების ადრეული აღმოჩენის სისტემა მიეწოდებინა. ამერიკელები ასწრებდნენ, რომ F-15 გამანადგურებელი, რომელიც ირანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ჩამოაგდეს, ყველაზე მეტად სავარაუდოა, რომ ჩინურმა პორტატულმა საზეიმტო სარაკეტო კომპლექსის რაკეტამ დააზიანა. გარდა ამისა, კონფლიქტის დასაწყისში ჩინეთს შეეძლო ირანისთვის მიეწოდებინა შორ მანძილზე მოქმედი ადრეული გაფრთხილების რადიოლოკაციური სადგური, რომელსაც შეუძლია აღმოაჩინოს სწორედ ის დაბალშემსამშნელი თვითმფრინავები, რომლებიც რადარის აღმოჩენას არიდებენ თავს. საჯარო თეთრი სახლი რადიოლოკაციას შთაბეჭდილება იქრება, თითქოს არაფერი სერიოზული არ მოხდარა. მაგალითად, თეთრ სახლში NBC News-ის ჟურნალისტების შეკითხვაზე უპასუხეს, რომ ტრამპის ბოლო განცხადებას უნდა მივმართოთ. სადაც მან განაცხადა, რომ სი ძინპინმა დაარწმუნა იგი, რომ ჩინური იარაღი ირანისთვის არ მიეწოდება. ტრამპი ამტკიცებდა, რომ არ არსებობს ჩინური იარაღის მიწოდება ირანისთვის. განაცხადა, ციტატა: პრეზიდენტმა სი ძინპინმა დამპირდა, რომ ირანს არ მიაწვდიან არანაირ იარაღს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დაპირებაა. მე ვენდობი მის სიტყვას და მადლობელი ვარ ამისთვის. მაგრამ საჯარო ნაწილი ერთი რამეა, ხოლო კულისებში კი სულ სხვა რამ ხდება. ASHS-ის თავდაცვის მინისტრმა Pete Hegsethმა დღეს მოუწოდა აზიის მოკავშირეებს კვეთრად გაზარდონ სამხედრო ხარჯები ჩინეთთან ომისთვის მოსამზადებლად. შემდეგ მოყავს მისი ციტატა. არსებობს საფუძვლიანი შეშფოთება ჩინეთის სამხედრო ძალის ისტორიული ზრდისა და მისი სამხედრო აქტივობის რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ გაფართოების გამო. ნებისმიერი სახელმწიფოს დომინირება წყნარი ოკეანის რეგიონში შეიძლება არსებითად დაარღვიოს არსებული ძალთა ბალანსი. ვერცერთი სახელმწიფო, მათ შორის ჩინეთი, ვერ მოახვევს თავს საკუთარ ჰეგემონიას და ვერ დააყენებს ეჭქვეშ ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოებას ან კეთილდღეობას. შემდეგ Hegsethმა განაცხადა, რომ ASHS-ში შეელოდება მოკავშირეების და პარტნიორებისგან სამხედრო ხარჯების გაზრდას თლიანი შიდა პროდუქტის 3.5%-მდე, მათ შორის იაპონიისგანაც, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იყო პაციფისტური. მისი თქმით, რეგიონის ქვეყნები უკვე გეგმავენ დაახლოებით 1.5 ტრილიონი დოლარის ინვესტირებას საკუთარი შეიარაღებული ძალების განვითარებაში. მაგრამ ასევე აღნიშნა, რომ მეორე მხრივ Pete Hegsethმა გაიმეორა ASHS-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოზიცია თავდაცვის ხარჯების უფრო სამართლიან განაწილებასთან დაკავშირებით მოკავშირეებს შორის. კიდევ ერთი მისი ციტატა: ეპოქა, როდესაც შეერთებული შტატები აფინანსებდა მდიდარი ქვეყნების თავდაცვას, დასრულდა. ჩვენ გვჭირდება პარტნიორები და არა პროტექტორატები. მტკიცე ალიანსი შეუძლებელია პასუხისმგებლობის თანაბარი განაწილების გარეშე. ჩვენ არ გვექნება მტკიცე ალიანსი, თუ ყველა არ აიღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას. არანაირი პარაზიტიზმი. ამასთან მან დადებითად შეაფასა სამხრეთ კორეის, ავსტრალიის, ფილიპინების, სინგაპურის, მალაიზიის, ტაილანდისა და იაპონიის წვლილი რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერებაში. მაგრამ საინტერესოა, რომ თავად ჩინეთი, მიუხედავად იმისა, რომ ზრდის სამხედრო ძალას, მაინც იყენებს სწორედ გაველურებულ რუსეთს, როგორც ერთგვარ ტარანს დასავლეთის წინააღმდეგ. უბრალოდ ეს ხომ ის ხალხია, რომელსაც მხოლოდ სასარგებლო წიავისეულის მოპოვება და ომი შეუძლია. სხვა არაფერში არ ვარგა. საქმე იმაშია, რომ რუსეთს აქვს ობიექტური მიზეზები, რომ არ დაასრულოს ომი უკრაინის წინააღმდეგ. ეს ეკონომიკა არა იმ ქვეყნისთვის, რომელიც მთლიანად სამხედრო რელსებზეა გადაყვანილი. ანუ ფაქტობრივად ეხლა რუსეთი მთლიანად სამხედრო რეჟიმზეა გადასული. მაგრამ პარალელურად რუსეთში სრულად ქრება სამოქალაქო ეკონომიკის სექტორები. და ერთადერთი, ვინც ამით სარგებლობს, ჩინეთია. ჩინეთი ახლა უბრალოდ თქმება იმ ფაქტით, რომ რუსეთში სამოქალაქო ეკონომიკა სრულად გვდება, რომ რუსეთი მთლიანად სამხედრო რელსებზე გადადის, ჩინეთს მოსწონს, რომ რუსეთის სამოქალაქო ეკონომიკა წყვეტს თავის არსებობას. რატომ? სуществование. Почему? იმიტომ რომ შესაძლებელია რუსეთის ბაზარი ჩინური საქონლით აისოს და იაფად წაიღოს რუსული ნედლეული. და რუსეთი კვლავაც გააგრძელებს ომს მთელი ნატოს წინააღმდეგ. აქ დავაგენებ. თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი და აცკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ მოწონება.
გარდა ამისა, თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის ხარდაჯერა, ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი დონატით, ამ ვიდეოს აღწერაში მოცემული ბულებითა და რეკვიზიტებით, ან თქვენს ეკრანზე მოცემული QR კოდით. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას ნახვამდის.